მალე დავტოვედი მაგი კი ვიცოდი, მაგრამ როდის არა. რავი, დღეს თუ დავტოვედი ნახა დავიცე, დომინოს თამაშობდი და დამიძახენ დავტოვები ჭები. გლდანის ციხის 95 საკნიდან 25 წლის ალექსანდრე გოგოჭური სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. კაცი, რომელსაც მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა. ეს არის ამბავი ტერორზე. პოლიციაში ცემის შედეგად დუშელი გოგოჭური აიძულეს ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ისეთი რაღაცები იმასქნა მოხდა, რომ რავი, მეც მართლა შოკში ვიყავი რა, ყველასთვის და ეხლა შოკში ვარ, რა ვთქვა, არ ვიცი რავი. ის რაც 25 წლის ალექსანდრე გოგოჭურის ცხოვრებაში ბოლო 4 თვეში მოხდა, მხოლოდ დეტექტიური ჟანრის დოკუმენტურ ფილმებში გვინახავს. ციხეში გატარებული თვეების შემდეგ სისტემა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ გოგოჭური შეცდომით დააკავეს. თუმცა იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პროკურატურას პოლიციელები დაესაჯა, ვინც ცემით მსხვერპლს ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება აიძულა, სხვა გამოსავალი იპოვეს. გოგოჭურს ბრალი ცრუ ჩვენებისათვის წაუყენეს. ანუ ახლა ასამართლებენ კაცს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობა დაიბრალა. არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, რას დავეთანხმები. ყველაფერი 2026 წლის 8 აპრილს დაიწყო. დუშეთის პოლიციაში ადგილობრივი მცხოვრები ალექსანდრე გოგოჭური მიიყვანეს. პოლიცია წინადღით ქალაქში მომხდა დაჭრის ფაქტს იძიებდა. გოგოჭური გვიყვება, რომ პოლიციელებმა იმ დანაშაულის აღიარებას თხოვეს, რომელიც არ ჩაუდენია. უარის შემდეგ დაიწყო ცემა და ღირსების შელახვა. მუქარა დაშინება, ამას გიზავთ. ესეთი რაღაცეები რა. დანა, წამალი ყველაფერი ერთად. ეს ცივიერაღი პოლიციელი საკუთრება იყო, სად მოგადეს? ელზე რავი. მე მუქრებო ამას გიზავთ, იმას გიზავთ. აღიარე. თუ არა ან წამალს აგიდებთ, ან ამას გიზავთ, ან იმას გიზავთ. შეშინდით თქვა? ხო, შევშინდი. გოგოჭური ყვება, რომ ტერორს ვერ გაუძლო და აღიარა ის, რაც არ ჩაუდენია. კამერის წინ იხსენებს, როგორ დაადეს პოლიციელებმა დანა ყელზე. მე ვიყავი სხვა, რა გზა მქონდა ახლა. მეტი არაფერი, რა უფლებადამცველი მაშინ მე არ მყოლია, ადვოკატი მე არ მყოლია, არავინ მე არ მყოლია. იცოდით, ვინც იყო დაჭრილი, რასაც გედავებოდნენ? ვინც იყო დაჭრილი? არ ვიცოდი, მე არაფერი არ მცოდნია საერთოდ. არც ვიყავი მე საერთოდ რაიონში რა. წასული ვიყავი, ჩამოვედი და მაშინ მოხდა ისაც. ახლა იმ დღის მომხდა თუ მეორე მესამე დღის მომხდა რა, იქით ვიყავი რა, გურიაში. რომ ჩამოვედი ეგეთი რაღაცაც მოხდა რა და ესე. დამადეს ხელი მე რა. გოგოჭურის თქმით, პოლიციის განყოფილებაში მეორე სართულზე მას 15 სამართალდამცველი თითქმის 1 საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. გოგოჭური ამბობს, რომ ყველა თანამშრომელს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, ფორმა ეცვა. აღიარეო რა, აღიარეო. ფორმებში იყვნენ ეს ადამიანები? კი. ანუ რამდენი პოლიციელი ძალადებდა თქვენზე? რავი, დაახლოებით 15-ია. ვინებიც იყვნენ ახლა ადრე კი ვიცნობდი და ვინებიც არიან, მაგრამ ახლა ისინი ვაფშე არ ვიცი ვინები არიან რა. შინაგანსაქმე და სამინისტროს ფორმები ეცვათ ამ ადამიანებს? ყველას 15-ს? დიახ. წამების მსხვერპლი ამბობს, რომ მისი განწირული ხმა მთელ განყოფილებას ესმოდა. რატომ მიტყავთ მეთქი, რატო რა გინდათ ვერ გავიგე და ასე ხდება ქალბატონო, ხა თქვენაც კი ისით აგერ რა ხდება და როგორ ხდება წერანას გითხარით, კაცო. მე კი ვიძახდი ხო, მაგრამ ვის ესმოდა ხო, ანუ ვინ გაიგო მაგი, ვინ გაითვალისწინა. ძის დაგახდეს? დიახ, რავი, რანაირად და ყველაფრით ქალბატონო, ყველაფრით. ფეხებს გიყავდა? ყველაფრით, ხელს, ფეხს. აუც. რამდენი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა წამება? სადღაც 1.5 საათი რა, ესე. და რას გეუბნებოდნენ, რა თქვით? აღიარეო რა. რა უნდა გეღიარებინათ? ხო, მაგას ვიძახი, მეც რა უნდა მეღიარებდი და. ხო, მაინც ვაღიარე რა, ასე გამოვიდა ბოლოს. რავი, ისეთი რაღაცების გულიზეა ხალხი მართლა დაჭერილი, ყველას ვიცავარ მეწოდებიან. რატომ არ გაცვიოთ ფორმა? დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსანდრე გოგოჭურის წამების მომენტში რეზო ჯინჭარაძე იყო. ჯინჭარაძე გასულ წელს საპროტესტო აქციებზე აქტივისტებმა სამოქალაქო მაისურით შენიშნეს, რა დროსაც ის დაკავებების პროცესში ქალბატონებზე ძალადობდა.
ის საბა სვიტარიძის საქმეზე, სრუჩვენების მიცემაში მხილებული პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის ძმა. ახალგაზრდები იყვნენ თითქმის ყველანი. აბა ერთ ფოტოს გაჩვენეთ, ხო არ გეცნობათ ეს პირი, რა ვიცით კი შეხება. ბატონო. კი რა მეცნობა კი. როგორ არ მეცნობა, მაგია უფროსი. ავი ეგაც იქ იყო და რასაც ხები აკეთებდნენ, იმას აი გაკეთებდა. ჩაუდეთ ნარკოტიკებიო რეზიმურთ რა? ხო, რა ერთმანეთში იძახდნენ, ხო. ანუ გეცნობათ. კი, როგორ არ მეცნობა. უფროსია მაგი. აღიარებით ჩვენება რას დაწერა გამოძიებელმა იმას მოაწერა ხელი, მე რომ ადვოკატს არ საჭიროებს იმ დოკუმენტსაც აქვს ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი პოლიციაში ადვოკატის გარეშე ხდებოდა. ალექსანდრე გოგოჭურმა ისიც კი არ იცოდა, რომ უფლებადამცველის ყოლა შეეძლო. ხელი მოაწერინეს საბუთზე, რომ ადვოკატს არ საჭიროებდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა დანა დამიძრო და მუქარა დამიწყო აღიარე დანაშაული შენ გაქვს ჩადენილიო, ყელთან მომიტანაო ეს ცივი დანაო, ნარკოტიკების ჩადებითაც მემუქრებოდენო და უკვე რა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდიო, მეთქი ამას ვფიქრობდი, ნუ მომკლავენ და არ მომკლათო და დაწერეთ და მოვაწერ ხელს რა. ძალადობის კვალი ახალგაზრდა კაცს ცხადად ეტყობოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ დაზიანებებს ვერსად გააქრობდა. ამიტომ შეადგინეს ახალი დოკუმენტი და მსხვერპლს ხელი მოაწერინეს. წინასწარ დაკავების იზოლატორში შეყვანის დროს დაფიქსირებულია საქმის მასალებში, რომ დაზიანებები ჰქონდა მას ფიზიკურად, ამას ვერავინ ვერ უარყოფს, მაგრამ მოაწერინეს ხელი, რომ ეს დაზიანებები მიიღო მან დაკავებამდე. რა მოხდა დუშეთის პოლიციაში და როგორ აღიარებინეს კაცს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ამ კითხვას პირველ რიგში პოლიციის უფროსმა უნდა უპასუხოს, რომელიც ამ რეპორტაჟზე მუშაობის დროს ჩვენ დაგვემალა. რეზიკო ჯინჭარაძის გარეშე აქ ხდება რამე, ანუ ის გასცემს ბრძანებებს, ვინ უნდა აწამონ რომელ სართულზე, აღიარებითი ჩვენების ანაცვლოდ და ასე შემდეგ. მე საქმისთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მძიმე ბრალდებებზე საპასუხო დუშეთის რაიონულ სამმართველოში, სადაც ადამიანზე ძალადობა, დაშინება და წამება მოხდა, შაბათის ეთერი პოლიციის ახლა დანიშნული უფროსის მოსვლას მთელი დილის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. დილამშვიდობის ბატონორეზი. სალამი, რომელი? სალამი, თქვენი დავალებით ცემეს განყოფილებაში გოგოჭური? თქვენ დაავალეთ ადამიანებს, რომ ის ეწამებინათ. შაბათის ეთერმა მოიპოვა კრიმინალური кейსის ფაილები. სწორედ ამ დოკუმენტებში მივაკულიათ ჩვენ გამომძიებლის გვარს, რომელმაც დაკავებული გოგოჭურისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებითი ჩვენება აიღო. დაადოკუმენტირა და მსვლელობა მისცა. პოლიციაში ჩვენ თათარაშულთან შეხვედრა შევძელით, თუმცა მისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ამ საქმის გახმაურება. აღიარებ დანაშაულს პოლიციის განყოფილებაში არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა. თქვენ ეს მითითებები ჯინჭარაძისგან მიიღეთ, რეზისგან, ახალი ხელმძღვანელისგან? მოვზანდით. სად მობრძანდეთ? თქვენ მობრძანდით ჯერ? ბატონო დავით, მაინტერესებს. ვინ გასცა ბრძანება პოლიციის განყოფილებაში, რომ ეს ადამიანი ეწამებინათ? დანებს ვინადებდა თვითონ ჯინჭარაძე? შევატარეთ მუშაო, ხელს რეზიკო მისცეთ და ჯინჭარაძე? მიღობებით წინ ქალბატონო. თბილისიდან გადმოყვანილი პოლიცია. კარი არ დამიკეტოთ ბატონო დათო. კარი არ დამიკეტოთ. უკითხვის ოქმი, როდესაც შეადგინეთ ადამიანი, რომელსაც არაერთი დაზიანება ჰქონდა. არ დაინტერესდით საიდან მიიღო ეს დაზიანებები? როცა აწამებდნენ ამ ადამიანს გესმოდათ ეს თქმებით ხო? მივზანდით ხელს მიშლით მუშაო. მეორე სართულზე აწამებდნენ ამ ადამიანს 8 აპრილს. თქვენ გესმოდათ მისი განწირული ხელს მიშლით მუშაობაში. გითხარით? მისი ხმა გესმოდათ თქვენ თუ არა? ბატონო დათო მიპასუხეთ. ბატონო დათო, რეზო ჯინჭარაძემ გასცა ბრძანება, რომ ესე დაგეკავებინათ ადამიანი და უდანაშაულო პირი? მოვზანდით გარეთ. რაში იკვეთება გოგოჭურის დანაშაული, შეგიძლიათ მითხრათ? ზუსტად ერთ დღეღამეში მოდის აქ ადამიანი მაჭავარიანი, რომელიც აღიარებს დანაშაულს. გამოვზანდით გარეთ. ბატონო დათო, რატო არ მოხდა რეაგირება დროულად? მაჭავარიანი ამ დროის განმავლობაში გარეთ როგორ იყო? როგორ დადგა საქმე თავდაღირა? ჩვენ მოვიპოვეთ კრიმინალური საქმის არაერთი დოკუმენტი. საიდანაც ვადგენთ, რომ მას შემდეგ რაც პოლიცია ალექსანდრე გოგოჭურს დანაშაული აღიარებინა და საქმე უკვე ფინალში ეგონა, ღამის 2 საათზე პოლიციაში მიდის მოქალაქე გიორგი მაჭავარიანი, რომელმაც სამართალდამცველებს უთხრა, რომ 15 ჭრილობა დანით დუშეთის მკვიდრ მიხეილ ქოქაშვილს 7 აპრილს მან მიაყენა.
41 წლის კაცის დაჭრის შემდეგ კი ცივი იარაღი, რითაც ქოქაშვილი დაჭრა, საგულდაგულოდ გადამალა. 7 აპრილს დავინახე, რომ მიხეილ ქოქაშვილმა გამოიშვირა ჩემკენ და შემაგინა დედის მისამართით. რა დროსაც მანქანა არ გაუჩერებია. მე მქონდა მანქანაზე შუშა ჩაწეული და ამიტომ გავიგე. მოგვიანებით მას მივუჩერე მანქანა და ვუთხარი, რომ საქმე მქონდა და გადმოსულიყო. მითხრა, რომ ავსულიყავით ვარას წყალთან, სადაც მივედით მანქანებით. მისვლისას ის ჩაიცუცქა ჩემსი და მე ვკითხე, თუ რატომ შემაგინა დედის მისამართით, რაზეც მან უხეშად მითხრა, საგინებელი ხარო. ავღელდი, ამოვიღე შარვლის მარჯვენა ჯიბიდან შავი ფერის დასაკეცი დანა და დავუწყე დანის რტყმა. დავარტყი დაახლოებით 15 ჯერ, რის შემდეგაც ის წაიქცა. დავინახე, რომ ცოტა ხანში ის წამოდგა და გაიქცა სირბილით მანქანისკენ. მიხეილ ქოქაშვილის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მიდის და მას ოპერაცია დასჭირდა. მხოლოდ 1 კვირის შემდეგ გაიგო, რომ მისი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ალექსანდრე გოგოჭური დააკავა. მსხვერპლმა იმ წუთსვე თქვა, რომ გოგოჭური არაფერ შუაში იყო. როგორ რაღაც ვინცუცია ის მამვილის ასამწყრეო იბალე არაფერ შუაში ერევით ყველა ალიკა ხო? და რატო დაიჭირეს თუ არაფერ შუაში არ არის? დაზარალებული ჩვენება, რომელიც გამოკითხულია და ის არასახელებს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს. ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ვიცნობო ამ პიროვნებას, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს ამბობს, ვიცნობო, რა თქმა უნდა, ვინც მომაყენა დაზიანებების სახეზე დავინახეო, კაპიშონი ჰქონდა თავზეო, მაგრამ შემიძლია მისი ამოცნობაო და ესო არ იყო. აშკარად ამბობს ამას გამოკვეთილეთ რა. დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ ყოფსი ამბობს, რომ ეს არ იყო. მეტი ინფორმაცია რა უნდა გამოძიებას. დაზარალებული გამოკითხეს, ცრუ ჩვენების მიცემაზე გააფრთხილეს და კაცმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა ეს პიროვნება. რამდენი ჭრილობა ქონდა ქვეყანაში? დაჭრილი მიხეილ ქოქაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ბრალი დუშეთის პოლიციამ გოგოჭურს წარუდგინა, ოფიციალურად გამომძიებელმა თათარაშვილმა დაჭრიდან თვენახევარში გამოკითხა. გამოკითხვის გადადების მოტივი პოლიციის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. თუმცა, ქოქაშვილის მშობლების ინფორმაციით დაჭრილი მუდამ კონტაქტური იყო. ჩნდება კითხვა, ჭიანურდებოდა თუ არა დაზარალებულის დაკითხვა, რომ მას რეალური თავდამსხმელი არ დაესახელებინა. მისი ჩვენებით პოლიცია დიდ შარში აღმოჩნდებოდა, რადგან დაკავებული ყავდათ კაცი, აღიარებითი ჩვენებით, რომელსაც რეალურად დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდა. აი ამ პერიოდის განმავლობაში ვიდრე მკურნალობდა მიშა. ლაპარაკობდა ხო, კონტაქტური იყო? ლაპარაკობდა, ხო. ანუ მანამდეც კონტაქტური იყო. ხო, ლაპარაკობდა, რა ვიცი, გონზე იყო ყველაფერი. ხო, აი ეგ მაინტერესებს. ხო, არა, ლაპარაკობდა. რა უცვლელობა იყო იმის, რომ მაისის შუა რიცხვებში გამოკითხულიყო და არა მანამდე. მაშინ როდესაც შეეძლო უშუალოდ ამოეცნო პირი, ვინც დაჭრა ცივი იარაღით ის. გიორგი მაჭავარიანის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, გოგოჭური 9 აპრილს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაასამართლეს და აღკვეთ ღონისძიებად განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს. არადა ამ დროს პოლიციაში უკვე მისული იყო რეალური დამნაშავე, თუმცა შეკერილ საქმეზე უკან არ იხებდნენ, სისტემა გაიჭედა. მაჭავარიანმა დამნაშავემ, ვისი ბიოლოგიური მასალაც ამოვიდა არაერთ ექსპერტიზის პასუხზე, აღიარა ჩადენილი დანაშაული 9 აპრილს. ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანი უდანაშაულოდ შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ იმყოფებოდა საჯარო სრულების დაწესებულებაში. არსებობდა მისი მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოპოვებული იქნა სხვა მტკიცებულებებიც, დაიგითნენ მოწმეები, ასევე როგორც უკვე აღნიშნა, მოპოვებული იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დაზიანებები დაზარალობის არა ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოჭურმა, არამედ სხვა პიროვნება მიაყენა და იმ პირმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად ამის საფუძველზე მოხდა კვალიფიკაციის შესვლა და დღევანდელი შუამდგომლობა სწორედ ამ გარემოებს ეფუძნება. და ახლა ჩნდება კითხვა, ვინ აგებს პასუხს უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმაზე. სად არის ხა ის პოლიციელები? ხომ მიიღეთ შეტყობინება, რომ პოლიციაში მას აწამებდნენ. რატო მუშაობენ ამ დრომდე რეზიკო ჯიჭარაძე, რატო არის ამ დრომდე დუშეთის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი? შეგიძლიათ ამერს გადაგიხადოთ. გამოძიების დაწყებილი. დაახლოებით 2 თვეში გახდა ბრალდების ხარისხის პირადად ჩემთვის მათ შორის ცნობილი იმ ფაქტების შესახებ, რაზეც საუბრობდა ბრალდებული.
მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოყვა ამას რეაგირება და გამოძიება მიმდინარეობს საგამოძიებო სამმართველოში. რამდენი პოლიციელი გამოკითხეთ? ამოღებულია თუ არა სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელიც დუშეთის რაიონული პოლიციის მეორე სართულზეა ამ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აქვს. ჩვენ გადავამოწმეთ, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღო თუ არა პროკურატურამ პოლიციიდან სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები. რა ვითარებაში მიმდინარეობდა პოლიციაში გოგოჭურის დაკითხვა. სხვა, მაგალითად, ალან ყაყიტაშვილის საქმე აჩვენებს, რომ პოლიციის შიდა კამერის ვიდეო მასალა, როგორც წესი, უკვალოდ ქრება. და თუ მსხვერპლის ცემის ვიდეო მასალა არ არსებობს, პოლიციელებსაც ხელს არავინ გიტებს. ადამიანი რო აწამეთ, ეს ვიდეო მასალები სად არის? წაშალეთ, გადაღებული გაქვთ და არქივეთ. ამოღებულია სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები. გამოძიება დაწყებულია თქვენ განყოფილებაში მომხდარი უკანონობის ფაქტზე? თუ არა, ყველა გაჩვენდა. ხომ ისა ჩვენება ბატონმა ალეკო გოგოჭურმა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ეს ინტერვიუ პროკურორთან ჩვენ 4 შაბათს 15 ივლისს ჩავწერეთ. პარასკევს უკვე პროკურატურამ გითხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ნიშნავს. ადვოკატი პროცესზე ამბობდა, რომ უდანაშაულო კაცი იჯდა განსასჯელის სკამზე, თუმცა მოსამართლემ ციხეში ტყუილად ჩასმულ ადამიანს მაინც 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჩვენ არ დავეთანხმებთ, რა თქმა უნდა, ახლა ძღოლის ამ სახეს გირაოს ვაპირებთ მის გასაჩივრებასაც სააპელაციო სასამართლოში. მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ვინაიდან ალექსანდრე გოგოჭური არის უდანაშაულო, იმ ბრალდების ნაწილშიც იმაში ხომ დადასტურდა მკვლელობის თვალება არ ჩაუდენია და ახალ ბრალთან დაკავშირებითაც კიდევ სისხლის კოდექსის 370 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე რაც წაუყენეს ახლა 13 ივლისს, ეს არის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ხელის შეშლა მართლმსაჯულებისათვის არც ამ ნაწილში მას არ მიუძღვის არავითარი ბრალი და ამას დავადასტურეთ მომავალში ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ეხლა ცუდად ვარ. ალექსანდრე გოგოჭურის გამზრდელი მამიდა გვიყვება, რომ მისი ძმისშვილი სისტემური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ დრომდე კი არავინ დასჯილა ახალგაზრდა კაცის პატიმრობაში ჩაუდენელი დანაშაულისათვის გაშვების გამო. მაგის მეშინი არ მოკლანა, ეხლა 1000 რამე, ეხლა მედიცინაც ხო იცით და ბევრ რამეს ხედავთ და ბევრ რამეს ვესწრ. შეიძლება რამე ჩაუყარონ. ან საჭმელში, ან ვაიმე არ ვიცი რას ფიქრობ, არ ვიცი, ყველაფერს ფიქრობ. შაბათის ეთერის ინფორმაციით განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის დაკავებული გიორგი მაჭავარიანის ბრალეულობა მხოლოდ მისი აღიარებითი ჩვენებით არ დასტურდება. პოლიციას აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ დანა, რომელიც მაჭავარიანმა პოლიციას უჩვენა, ნამდვილად ის ცივი იარაღია, რომლითაც 7 აპრილს დუშეთში მიხეილ ქოქაშვილი დაჭრეს. პოლიციელები ცდილობენ ამ თავის გადაცდომა გააპრაონ როგორმე და იმის ნაცვლად, რომ ამ ბიჭის თითოეული ის საათი და ის დღე გავლილი ციხეში უკანონოდ რაღაცნაირად დაკომპენსირდეს და დაუშვათ წყნარად მოხდეს ამ ყველაფრის დასრულება, უფრო და უფრო გვაღიზიანებენ, ჩვენ აღიზიანებენ მის ნათესავებს. შიმშილობდით თქვენ, მე როგორც ვიცი. ალექსანდრე გოგოჭურს ახლა 5000 ლარი აქვს გადასახდელი გირაოს თანხა, რომ უკან ციხეში არ შეატრიალონ. კაცს, რომელიც ჩაუდენელი დანაშაულისათვის 3 თვით გისოსებს მიღმა გამოკეტეს, ახლა ფული სახელმწიფო ხაზინაში იქით აქვს გადასახდელი. ასეთია რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.